Chat salami, imemgზავრები ტალინში, იბერია ფლორას წინააღმდეგ. თან ჩემი თილისმაც ჩემთან ერთად იქნება. ბოლოს რო იყო თამაშზე მოსული, ძალიან კაი თამაში ჰქონდა იბერიას და ეხლაც დიდი იმედი მაქვს, კაი თამაში იქნება. ბაბუსკუნჩი, короче, იბერიის თამაშზე არ ვარ ნამყოფი, რომელიც წააგეს, იცი? გაიგეთ? Chat, დაგიბრუნდებით. Chat, აი ტამტამი მოიტანეს ჩემი. იქ რო კარგად თუგულს შემოდგივრო იბერიას. როგორც ხვდებით, ჩამოვედით. უკვე სასტუმროში ვართ. თან ნახეთ ქვემოთ ცოტა არეულობა დაგვახვედრეს სპეციალურად ნახეთ ხამე გადათხარეს რომ ხმა არ დაგვაძინონ. და აი მე უკვე გიბრუნდებით უშუალოდ სტადიონიდან, სადაც უკვე ერთხელ ნამყოფი ვარ. ლევადიას აქვე თამაშეთ 1-0 დამარცხდით სამწუხაროდ და ეხა ხვალ დიდი იმედი მაქვს რევანშს ავიღებთ არა ლევადიაზე, არამედ ფლორაზე, ამ ქალაქის მეორე გუნდზე. სტადიონსაც გაჩვენებთ. აი ვარჯიში მიმდინარეობს ჩვენი ბიჭების. არ არის ცუდი სტადიონი სხვათა შორის. ხვალ სავარაუდოდ ბევრ ხალხს არ ელოდებიან. მაქსიმუმ 3000 კაცამდე შეიძლება იყოს. და ქართველები როგორც ვიცი, საკმაო რაოდენობით მოდიან და ლევადიასთანაც რო ვითამაშეთ, მაშინაც იყვნენ და ეხლა უფრო მეტი ქართველი იქნება და ნახოთ აბა ხვალ როგორ გარემოს შევქმნით. გოლ, იმედია ხვალაც ესე აღნიშნავ გოლებს. განმეორებითი მატჩი გაიმართება 14 ივლისს საღამოს 8 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე. რა თქმა უნდა, ისევ იბერია ფლორას დაუპირისპირდება და ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ TKTG-ზე. და მე, თქვენი ქორო, რისი ქორო ვარ, რომ კომენტარებში არ გავათამაშო 20 ბილეთი. ამიტომ უბრალოდ კომენტარში დამიწერეთ ახლა ისეთი კომენტარი, რომელიც მე მომეწონება, ან გამეცინება, ან შემიღიტინებს პატარაზე, მე ამოგარჩევთ და ბილეთებს ჩაგიყრით. აბა გელოდებით კომენტარებში. Chat, აი ჩვენი 2 მეტრიანი კაციც აქ არის. ოპა! რა მეკტკივა? არაფერი. ძალიან კარგად წყობაზე. რევანშისთვის. აუცილებლად. რევანში არ გამოდის ისე, მაგრამ ქალაქზე რევანში ხო გამოდის? ცუდად მაქვს ჩარჩენი უნდა ამოვიღო ეგ. აი აქ მაქვს. იმენა ყველა ბურთი უნდა გააკვალო, ხო? იმედე უჯობესია რო არ დაარტყან, მაგრამ თამაშის დაწყებამდე რჩება 2 საათი და ეხლა შეგახედებთ გასახდელში რა სიტუაციაა ხოლმე 2 საათით ადრე და აგერ იბერიასის ახატია, აგერ გიორგი გამადაძეა ჩვენთან. და ესეთი სიტუაციაა, მოკლედ. აქეთ როგორც ხედავთ, წყლები ალაგია, ბანანები, ვაშლები, ნემსები, მახათები, ფაიფურის ქაღალდები. აი ეგ ესე უკვე გამზადებული ფორმები. დღეს ჩვენი გასვლითი ფორმა. ციტელია! მოდი ეხა დღეს ვინც გაიტანს გოლს იმასთან გავჩერდებით, ძალიან შემთხვევით რომ გავჩერდე ეხლა, აბა. ვახ. აჩე, ძალიან შემთხვევით გავჩერდი აქ. ქარდავა ნაჭყებია, აბა ვნახოთ ჩემი პროგნოზი თუ გამართდება, შემთხვევითი პროგნოზი და რომელიმე მათგანი თუ გაიტანს გოლს. მეც აქ უნდა მჯდარიყავი, მაგრამ რას ვიზამთ? ზუდიანის პატრონები რო გეყოლებათ გარშემო. სტადიონთან მოვაღწია და ჩემი სპონსორი როგორც იცით, მწვანე ვაშლია და თამაშის წინ ყოველთვის ჯანსაღად ვიყვებები. გაგიმარჯვეთ. არა გავიწყდეთ. წყალდალიეთ, მალე. როგორც ხედავთ, ტრიბუნები უკვე გაივსო. ბიჭებმა ვარჯიში დაიწყეს. ბოლო ვარჯიში თამაშამდე მოგაქცევთ ყურადღებას. ანუ მეძახიან. ცივა, ანუ 9 რაღაც მაცვია. მაგრამ არა უშავს, კაცი ვარ და არ ვიმჩნევ, რომ ცივა. მაიკით ვარ ეხა. მე კი არ ჩვენ
Давай смело, очень смело, уверенно. Не бойтесь ничего, играйте в футбол, получайте удовольствие. Империя თამაში იწყება უკვე და აი შორიდან გაჩვენებთ ძალიან ბევრი ქართველია უკვე მოსულია აქედან არ ჩანს და წესიერად გაჩვენებთ ცოტა ხანში დღეს ჩვენი დროა დღეს ისტორია ჩვენ წერთ ჩვენი დროა დღეს ისტორია ჩვენ წერთ ერთი გულით ერთი გუნდით დაიწყო თამაში უკვე აქეთ ფლორას გულშემატკივრები არიან და იქით ჩვენი დღეს იბერიის გულშემატკივრები და ზოგადად ჩვენი საყვარელი ქართველები აი ეს ჩვენი გულია ის ჩვენთვის გერს დავსერავთ ცას და დოვეთ კვალს ამ წამს გავიდა ზუსტად 10 წუთი თამაშის დაწყებიდან და აშკარად მეორე ნომრად თამაშობს ფლორა რა თავიდანვე ტაქტიკა აირჩიეს და ერთი კაი მომენტი გქონდა ბედოს შეეძლო გატანა მაგრამ მეკარემ კარგად ითამაშა და იმედია ეხა პირველ ტაიმში აი 15 წუთამდე თუ გავიტანეთ მაინც სწრაფი გოლი გამოვა რა და თუ არა და მოვიგოთ კაცო ვინჩივის შემოგევლოთ გაიხსენეთ, ვინ გაიტანს მე? Flashback. ძალიან შემთხვევით გავჩერდი აქ. ქარდავა ნაჭყებია. რეფერის ეძახიან ფაქიო, რას ნიშნავს არ ვიცი. მაგრამ მოდი პენალტი ვნახოთ, ხო? ბიჭო, ანუ აი ცოტა დაძაბულ თამაშს ველოდი რა. ნუ რას ვიზამ? 2-0. ვაფშე არ მიხარია. გაგვიტანეს 2-1 გახდა, ძალიან ისეთი პირველი ტაიმია, უკვე ძალიან საინტერესო ყვიდის. იმედია ახლა კიდე 3-1 გახდება, თორე ცოტა გავღიზიანდი. ზაფხულია ცხელა ბულღიაზდის ქალაქს. აი, ბოდიში. მორჩა პირველი ტაიმი და ფლორა აშკარად თანახმა იყო, რომ პირველი ტაიმი 2-1 დაემთავრებინა, იმიტომ რომ აი შეტევაზეს აღარ გადმოდიოდნენ, იდგნენ თავის ნახევარზე და ძალიან საინტერესოა მეორე ნახევარში რა ტაქტიკა ექნებათ რა და იმედია რაც ექნებათ ეგ ტაქტიკა არ გაამართლებს. მოკლედ გამელოდეთ მეორე ტაიმამდე. მეორე ტაიმი იწყება ახლა და აქეთ საჯს ელაპარაკებიან ჩვენები ჯარიმას რატო არ გვიდებო და ბარაც რატო არ იღებო და მე მგონი უკვე ჩამოვარიგა. ანუ წეღან იმდენი ყვითელი მეც მეგონა რომ მოვიდოდა და მეც მომსემდა ყვითელს. ვა იწყება მეორე ტაიმი და გადმოვედი ჩვენ ქართველებთან, ანუ მართლა რამხელა დროშა გვაქვს ნახეთ. გაშლილი. ვამბობდი რა მეორე ტაიმი საერთოდ სხვანაირად დაიწყო ფლორამ. ბურთი აქვთ, აკონტროლებენ ბურთს და ეხა მეორე ნომრად ჩვენ თამაშობთ, მაგრამ კონტრშეტევებზე ვფიქრობ ძალიან კაი შანსები გვექნება. უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ რა ეს შანსები. საჯი წავიდა წითელზე სანახავად. ნახოთ ეხლა აბა, ნახეთ. ყვითელი ბარათი გაუქმდა და ეს არის წითელი ბარათი. აპარა! სკანდალი თასის ფინალში.
ეხა ბარემ ჯარიმაც გავიტანოთ და წავედი ეგრევე თვითონ ამიტავს გამოძახებული. ანუ 2-2 გახდა 73 წუთია და 2-2-ია. ანუ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. სხვა ვარიანტს არ განვიხილავ რა, უეჭველი მოსაგები თამაშია. გოლ! გოლ! გოლ გატაო, პაპა რა, ბიჭო. პაპა რა. Flashback. Hardava naçrebiya. Finish him. Good job, bro. ანუ ვითომ ფეხით ხივა ეხლა. სპეციალურად წაიგოჭლა ჩემთან. 20 ლარი მთხოვა დღეს და დაიხო მოგცემ მე მოგცემ. პირველი თამაში მოვიგეთ 3-2 ფლორა ფათაშორის კარგად იბრძოლა რა, კაც გაგდებულა. კიდე კარგად გაძლო მეორე ტაიმში რა და გასავარია გავიმარჯვეთ და თბილისში უპირატესობა გვექნება რა. დღეს ჩვენი დროა დღეს ისტორია ჩვენ წერთ ჩვენი დროა დღეს ისტორია ჩვენ წერთ რთული თამაში გამოვიდა მაინც, მაგრამ ჩემი აზრით ვაჯობეთ ძალიან მაგრაკულად მეტითაც უნდა მოგვიგო ჩემი აზრით, მაგრამ 3-2 კაი ანგარიშია ჩავალთ და დარწმუნებული ვარ რომ იქაც გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. ჩვენთან ერთად ახლა არის უმაგრესი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში დაგვეხმარა აქ. დაგვეხმარა ქართველი გულშემატკივარის, არა. ქართველი გულშემატკივარის მობილიზებაში. რა ვიცი, ანუ სველია მთლიანად, მთელი თამაში არ გაჩერებულა და თან რომ მოვიგეთ აი რა მოგვეგო, მე ზუსტად ვიცოდი რომ მოვიგე. ხო იცი აქ წაგებული გქონდა. იმიტომ რომ გქონდა, მაგრამ ეს ენერგია არ ყოფილა. ძალიან მაგარი დატოვა, იცი ეს ყველაფერი, აი გასვლით თამაშზე, სახლში ვგრძნობდით თავს. ეხლა საქართველოში სამსახურება რა და ძალიან დიდი მადლობა ყველა სახელით შენ რა. გაიხარა. რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად იყო ლეგენდა ზაქარია ბეგლარიშვილი, ანუ მეორეჯერ ჩამოვედით უკვე. ლევადიასთან წავაგეთ 1-0, დღეს 3-2 მოვიგეთ. რაში განვითარდით ჩემი აზრით და როგორ მოგეწონა ვაფშე დღევანდელი თამაში? პირველ რიგში მიულოცავ იბერიას გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს ყველას, მთლიან საქართველოს დღევანდელ გამარჯვებას და უსურვებ წარმატებას მეორე მატჩში. შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ დღეს. ბევრად სწრაფად ამოვდიოდით, ამიტომ ვფიქრობ რომ გაუჭირდა ფლორას ჩვენი ქართველი ტექნიკური ფეხბურთელებს წინამდე და შედეგიც 3 გოლი გავიტანეთ. თბილისში მე მივხედავ, თუ ვერ ჩამოხვალ თბილისში, აქ რო ჩამოვალ, შენ მიმიხედე ხოლმე. აქა უგუნდეს თბილისში ჩემზე იყოს. თანახმოვარ. კი ბატონო. სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ თბილისში ჩამოსვლას, მაგრამ უყურებ და კი გულშემატკივრად ავუწევ. ჩვენს გულშემატკივრობთ თბილისიდან და წარმატებები ყველგან და ყოველთვის. გაუმარჯოს. ბიჭებმა იბრძოლეს, ნახეთ. ნახეთ. ჩაათალეს ბიჭფეხი, მაგრამ რავი. Если вы добились успеха, хорошо, первый тайм, супер. Забивайте сколько можно, а потом расслабляйтесь. Как только расслабились, сразу наказали нас. Сразу. Поэтому уже становитесь взрослыми, профессионалами. Не расслабляйтесь, держите до конца. Დიდება და მადლობა უყავს, რომ აი ეს ერთობით შევძერა ჩვენ და მადლობა ყველა თქვენთანაც. უბრალოდ ეს თამაში ნიშნავს. არ გინიშნება იყო რომ უნდა დავიხარჯოთ და თბილისში ძალიან დიდი ბრძოლა ვლოდება ესე და უფრო დიდი ბრძოლებია წინ. ხო ხედავ 10 წუთიანმა პატარა პაუზა მოგცა ესო კინაღა ეს თქვენი აი მართლა მაგარი კაი თამაში კინაღამ წყალზე ატან. ამიტომ მეტი მობილიზება ჭირდება. დიდი მადლობა იმისთვის რომ საქართველოს ვისწრება ესე დაეცადა და მადლობა ღმერთო თვითონ ჩვენთანაც ამდენი ნერვულობის მერე აი ესეთ სიხარული მოგვაეცა. გაიხარეთ და სულ გამარჯვებული მენახეთ.